მოდით შევხედოთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში განხორციელებული შორი და საშუალო მანძილის დარტყმების უფრო ფართო სურათს, რომელიც რუკაზეა ასახული. 22 მაისს დარტყმა მოხდა სტარობელსკზე. უკრაინის ცნობით სამიზნე იყო დრონების სამეთაურო პუნქტი, რუსეთის თქმით კი საერთაშორისო საცხოვრებელი. იმავე ღამეს დარტყმა მიაყენეს ნოვოროსიისკის ტერმინალსაც. 23 მაისს განხორციელდა თავდასხმა პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანა AKM-ზე. 2 დღის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო 27 მაისს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. 28-29 მაისის ღამეს ალფას ტიპის დრონებმა დაარტყეს თემრიუკთან მდებარე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაზვერვის ცენტრს, თემრუკის პორტის გაზის ტერმინალსა და იაროსლავლის 3-ის სატუმბ-სადგურს. დაიწვა 3 ნავთობის ავზი დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრის ფართობზე. 30 მაისს უკრაინამ დააზიანა ტანკერი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა ტაგანროგში, ასევე დაარტყა ნავთობის საცავს არმავირში. 2 დღის შემდეგ დრონებმა დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კიროვის ოლქში მდებარე ლაზარევოს სატუმბ-სადგურს და საწვავის საცავს მატვეევ კურგანში. რუსეთმა განაცხადა, რომ 216 დრონი ჩამოაგდეს. 3 ივნისს უკრაინამ დარტყმა მიაყენა სანქტ-პეტერბურგს. დრონებმა შეუტიეს ქალაქის ნავთობ ტერმინალს და კრონშტატის მშრალ დოქში მყოფ სამხედრო ხომალდ კორვეტ ბოიკის.